პრინციპში მარტივი დასადგენია რაღაცეებში ინფლაცია რა მხრივ. ეგრე დაწერეს ხო? მართლა წინა წლამდე ხوار უნდა უმატო, ფასები შეადარო რა უნდა, ბიგმაკი არის ყველაზე კაი ვარიანტი, ხო? ბიგმაკი რა ღირდა? ბიგმაკი რა ღირდა 13 წლის წინ, ხო და ეხლა რა ღირს? და მაგით ვიხდები რამდენია პროცენტი ინფლაცია რა. რა ღირდა ბიგმაკი ესპანეთში მაგალითად 13 და აი ლუის სუარესი ბიგმაკი 13 წლის წინ. 5 ლარი? 7? არა, 5 არ ღირდა, მაგრამ 7? არა, მოიცა რამდენი წლის ჯაფარ? ბეკონატორი რა ღირდა გახსოვს? 8 და 40. არა, მაგის ეკვივალენტი არ არის ეგ. Big Taste-ის ეკვივალენტი იყო ეგ და Big Mac იყო 5 და 5-დან 6-მდე. მე მგონი მაგ დროს. 6 და რაღაც, ხო? 6 ლარი თქვი რა. 6.40. აი 2000-დან 2025 წლამდე აბა ქვეყნების მიხედვით Big Mac ინდექსი 38%-ია, ყველაზე მაღალია შვეიცარიაში შუათაშორის. თან არგენტინაში 20%. შვეიცარიაში 38%-ია, ბიჭო, რა უბედურებაა. იქიდან განზრება. შევას კითხეთო შეჩე. რამდენი წლის იყავ, როდესაც პირველად მაკდონალდსი გასინჯე? ცო, 10 შევა 17. 17? სად იყავი შეჩე? ბებია ჩავა წავეყარა. პირველად. 17 წელს ხაველის მაკდონალდში. 17 წელს იყავი ბებიან მოწაიღალა მაკდონალდში. 17 წელსში ბებია წაიღო, თავმოყარება არ ქონდა შეჩემ. Чудо, даже бебия заиграла в Макдональдсе. მაიცა აქ ნახე როგორ არის? всё, გადავიდით დაუგრეფავ, შევიდა რაღაც საიტი ნახა. არა, ნახე რა, მინუსი და პლუსია შეჩემა, ეს მინუსებია. +28 არის შვეიცარიაო, ანუ პირიქით არის, გაიაფთა თუ რა არის? დაიწყო ტატოს რუბრიკა. ტატო. არა, ნახე, რა ბიზნესია, იმიტომ რომ ვერ მიხდები, იმიტომ პირველზე შვეიცარია 28% იფიქრებ, რომ შვეიცარიაში მამე ტატონა გაძ. ხო, მაგრამ ნახე. ხო, მეორეზე არის არგენტინა. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ეკონომიკა ანუ ესე ერთ-ერთი ყველაზე ისეთ ქვეყანასაც ინფლაცია ყველაზე მოხდილი თემა არის და მილეინ დაარტყა ამერიკულასაც არგენტინა შეიძლება. აი ბოლოსკენ რა არის თქვათ, აბა 50,000-ზე ტაივანი. -58-ია და -58% რა ასნიშნავს? გაიაფთა ეს 58. არა, რანაირად შეჩო. რანაირად როგორ უნდა გაიაფთებო 58% როგორ უნდა გაიაფებულიყო? ტატო, დავასრულოთ. Big Mac-ის ინფლაციაზე და ინდექსებზე ლაპარაკი. 2025 წლის მომაცემებია მარტო შეჩემა ეს. აუ, როგორ შეცდომა მოგივიდა. ჩვენ ხაჯაპურის ინდექსი როგორ იცი? Raw index, არა, raw index relative to the US dollar. სხვაგან შესულა, მეგობრებო, არა უშო. Change მინდოდა. გამოდი აი, primary და აი change 2025-დან, აი შეშო. 2000-დან 2025-მდე change. აი, ყველაზე მეტად იცი სადაა გაძვირებული Big Mac-ი? და Big Mac-ი კი არა, Big Mac-ის ინდექსის მიხედვით ინფლაცია ყველაზე მეტი სად არის, იცი? აბა? აბა? არა, რუსეთი 38%. მეორეზე პოლონეთი. Big Mac აღარა მართა. მე არის ჩეხეთი. მაგიტო გაძვირდა. მე უნგრეთი, არგენტინა, ჩინეთი, კანადა. სავან გთხოვათ, არ წახვიდეთ სანამ არ გაითიშება UPS-ი. მე ცუდად დაიდება ლაივი და ჯობია რომ end streams ვიუცეთ, იმიტომ რომ მე შევა მოჭრას ცუდად და ელოდოს ხალხი ყველა. UPS შეიძლება კაიხანი არ გაითიშოს თან. აუ, ტატოს არა, ტატომ UPS შეიძლება საერთოდ არ ტატომ UPS შეიძლება საერთოდ არ გაითიშოსო, ანუ ბიჭო, ცუდად მეძინება მეცე. აი, მეგობრებო, ჩვენი Chicago Bulls-ის თემა ისევ ჩაირთო, ამაზე გამოვალთ ჩვენ YouTube ლიგაზე, ეს იქნება ჩვენი მუსიკა. ამის ფონზე უნდა გამოვიდეთ და შიშის ზარი დავსვეთ მეტოქეებს. და მადლობა უთხრათ ჩვენ სპონსორებს, მაინც ზომიერად, რა თქმა უნდა, ყველაფერი მეგობრებო, იმიტომ რომ ალკოჰოლის ხშირი მოხმარება რას იწვევს, შეგიძლიათ გადართოთ სხვა არხზე, სამარილეზე ნახოთ. ჩვენ კი ეს აკადემიური ხალხი ვართ, რომ ზომიერად ვიცით ყველაფერი. თუ მაინდა-მაინც ლუდს მიირთმევთ მისაყვალებლად ლუდისაც გამოგადგებათ, ჩიფსი 3 გემო და რა ვიცი, რომელი მოგწონთ საინტერესო, მე ფოლი გავაკეთოთ, ეგ მაინტერესებს. რომელი მოიგებს? სალსა, ხახვი და არაჟანი თუ მარილის?
ჩემი ფავორიტი არის წითელი. სანამ შეგიძლიათ შეიძინოთ. ახლა აბსურდია. ჩვენი სპონსორი მთავარი წარმომადგენელი გახლავთ Betson Sport-ი და ლაპარაკობს ზეგ რომელი გევასებათო და აქეთ გაგზავნა ბოდიში. დალაგზავნა. კიდე ის თქმა შეიძლება. ახალი სტუდიაც გვექნება აუცილებლად და იქ უკვე ლამაზად გავაწესებთ ყველაფერს. აკეთებთ ლამაზად. კი იქნება ხალხის წარმოეწონება, მაგრამ არა უშავს ეგეც მოსულა კაცო. თავარია ჩაიჯირო არ დაგვიწერო. მიყვარხართ, კოცნით გევხვევით, იმედია, კარგად გაატარეთ ეს ორშაბათი ჩვენთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობით მე. დატო კი UPS-ის გათიშრომდე თავს აქანავებს ახლა სანამ გაითიშება. არა, მართლა ყველა გააცემის ბოს ყოველ ვიცოკებს, შეჩომა ყალეობა. მაგას მეფულს არ მიხდია. გათიშე. ხანდახან ვიცი, კნო შემოვა, გეპატიჟებიან, კნო შემოიცეკვე მოდი. კარგად, ხალხო.